მოგესალმებით, ტრადიციულად ოთხშაბათს საინფორმაციო გამოშვების 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ Business Insider რადიო სიუცის ეთერში ვსაუბრობთ ეკონომიკის, ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ტრადიციულად საინტერესო სტუმართან ერთად, თუმცა ასევე ტრადიციულად, ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენდეთ, მანამდე მიმოვიხილოთ, ასე ვთქვათ, დღის და მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები, საკმაოდ საინტერესო კვირა გქონდა, თუმცა უშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გქონდა ძალიან საინტერესო ეთერი, მათ შორის დღეს პრემიერმა აღნიშნულ საკითხზე, რადგან მინდა ყურადღება გავამახვილო, ასევე საკმაოდ დეტალურად ისაუბრა, კერძოდ მინდა გამოვეხმაურო Eagle Hills-ის უპრეცედენტო 6.6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ცლად ისაუბრა პროექტთან დაკავშირებულ პოლიტიკურ სპეკულაციებზე. ჯამში ჩვენ ნახეთ ერთი რა. ვახდენდით რა და ვცდილობდით რა რომ მაქსიმალურად გაგვეკეთებინა ამ შემთხვევაში ჩემ ნაწილს გულისხმობ Business Insider-ს გაგვეკეთებინა მონიტორინგი მიმდინარე პროცესების და გამოხმაურებების Eagle Hills-ის გარშემო. ამდენადაც ჩვენ ყველა ღია წყაროს დაფუძნებული ინფორმაციის შეგროვება მოვახერხეთ მისი ანალიზი. შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ საერთოდ უპერსპექტივო გამოდგა და აღმოჩნდა Eagle Hills-თან დაკავშირებით პროფესიული დისკუსია. ფაქტიურად არსად პროფესიული დისკუსია არ წავიდა, წმინდა პროფესიულ საკითხებს გულისხმობ, ანუ ინვესტიციასთან დაკავშირებულ პროფესიულ საკითხებს გულისხმობ, გაჩერდა ერთ ადგილზე, ვინაიდან თავიდანვე სახელმწიფოს მხრიდან ზედმიწევნით დეტალურად გაეცა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც კი პროფესიულ ჭრილში შეიძლება დასმულიყო, როგორც კი შეიძლება საკითხი შეხებოდა ინვესტიციის მომგებიანობას, ინვესტიციის საჭიროებას, ინვესტიციის ეფექტიანობას და ასე შემდეგ. აქ უამრავი არსებული სხვა ტიპის სპეკულაცია, ხელშეკრულების გასაჯაროებასთან დაკავშირებით ასე შემდეგ, ასევე ძალიან სწრაფად დასრულდა. ვინაიდან ჩვენი დაკვირვებით და ვაკეთებდით ანალიზს ასევე სხვა ანალოგიური პრაქტიკების შესადარ ქვეყნებთან და თუნდაც არა შესადარ ქვეყნებთან, მაგრამ გარკვეულწილად პრეცედენტებთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ამდენი ტიპის ინფორმაცია ხელშეკრულებიდან, რაც სახელმწიფომ გააჟღერა და ამოიღო და წარმოუდგინა საზოგადოებას, პრაქტიკულად მე ვფიქრობ, რომ ხელშეკრულებაში დარჩა რაღაცა ტექნიკური დეტალები, ვინაიდან ვერ ვხედავ საკითხს, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში არსებობდეს და მას ჰქონდეს რაიმე ფორმით ესეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ყველა იმ კითხვაზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, სახელმწიფომ უპასუხა ზედმიწევნით დეტალურად, ცხადია ამ საკითხებზე აღარ განმეორდები, მაგრამ რა დარჩა? ის, რაზეც პრემიერი ამახვილებდა ყურადღებას ჯერ კიდევ გუშინ გვიან საღამოს საკმაოდ ცლად ეთერში და დღეს კომენტირების დროს Eagle Hills-თან დაკავშირებით ეს იყო კოორდინირებული კამპანია, რომელიც იყო დაკავშირებული უკვე არა პროფესიულ დისკუსიასთან, არამედ შოვინისტურ, ფსევდოპატრიოტულ ნარატივთან, რაზეც პირდაპირ რომ დავარქვათ ესეთი შაუბნელი პრემიერმაც სიტყვას თქვით ასე ვთქვათ, თუმცა მინდა აღვნიშნო რომ ასევე დიდი სიამოვნებით ვიყენებდი ამ სიტყვას გადასარევი შეფასება ამ ნაწილში. დარჩა შაუბნელი კამპანია ამ თემების ირგვლივ, რომელიც არანაირად არ ემსახურება და არის მიღმა ყოველგვარი პროფესიული დისკუსიის. ცხადია ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ აქტორებიც ხელის გულზეა წარმოდგენილი, ისევე როგორც ყველა საკითხში ლელო აქაც წარუმატებელი აღმოჩნდა საბუძველში, ზოგადად ლელო რომ რაღაცას იწყებს, გასაგებია ის ნაწილი როგორ უნდა დამთავრდეს, ალტინფო და პატრიოტთა ალიანსი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ერთ ფლანგზე და არ ვიცი, ვინ გაიმარჯვა, შეიძლება მეგობრობამ, როგორც სპორტულად ამას უწოდებენ, ანუ ფრე არის ამ ნაწილში და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდური ფრთა, რომელიც ასევე ამ სივრცეში ფიგურირებს, თუმცა რაზე ფიგურირებს, ცხადია, ეს ბუნდოვანია. შეიძლება ასე ითქვას, რომ დასრულებულია და პირწმინდად წაგებულია საქართველოს წინააღმდეგ ერთი ეტაპის შემოტევა, არ თვლი რომ მეორე შემოტევა არ იქნება,
მაგრამ ერთი ეტაპის შემოტევა ვფიქრობ, რომ დასრულებულია ამ ნაწილში და როგორც პრემიერმა აღნიშნა, კამპანია უკვე ჩავარდნილია და არავითარი არაბიზაცია არ ხორციელდება. ეს არაბიზაცია იყო ესეთი საყვარელი თემა, ასე ვთქვათ, შაუბნელი ძალების, შაუბნელი კამპანიის. ეს ნაწილი კიდევ ერთხელ დასრულებულია და მოდით ახლა ერთ-ორ პროფესიულ საკითხს შევხედოთ. ვინ საუბრობს ინვესტიციის მნიშვნელობაზე გარდა საქართველოს მთავრობის? ხო, ჩვენთან ხო ასეა, რომ საქართველოს მთავრობა თუ საუბრობს, მაშინ შეიძლება რაღაცა მიკერძოებულია. მოდით ახლა შევხედოთ კიდევ ვინ ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. სოფლიოში პირობითად ნომერ პირველმა, თუ რაღაც დიდ ოთხეულს ავიღებთ, ფაქტიურად მისი მიმართულებით ნომერ პირველმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გუშინ აღნიშნა მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ძალიან დეტალურად უпростоრად დეტალურად ნაკლებად უფრო აი ხაზგასმით აღნიშნა ინვესტიციის მნიშვნელობა თანხობრივი ჩვენებით, წარმომავლობით და ასე შემდეგ, როგორც პოზიტიური მოვლენა. ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს იგლ ჰილსის მიერ განსახორციელებელ ინვესტიციას და მთლიანობაში მის პოტენციურ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. სულ ცოტა ხნით ადრე აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე ისაუბრა და საუბარი იყო ფიჩის შეფასებაში. როდესაც იყო საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ცხადია ამ შემთხვევაშიც იყო ხაზგასმა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში იგლ ჰილსის 6.6 მილიარდიან ინვესტიციას და მის ზეგავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. და კიდევ ერთხელ ციფრები ეს აღნიშნა პრემიერმაც 11 მილიარდი ლარის ეფექტი ჯამში საქართველოს ეკონომიკაზე და როცა ჩვენ ვსაუბრობთ 100 მილიარდიან ეკონომიკაზე, გასაგებია 11 მილიარდის ეფექტი 100 მილიარდიანი ეკონომიკისთვის ჯამში რას ნიშნავს? 24,000 სამუშაო ადგილი შენებლობის ეტაპზე და 8,000 მუდმივი სამუშაო ადგილი შემდგომ ამ ნაწილში რაც არის და წლიურად 700 მილიონი საიდანაც 500 მილიონი ეს არის პირდაპირ გადასახადების სახით, ხოლო 200 მილიონი იმ პოტენციური მოგების სახით, რომელიც წარმოიქმნება პროექტის განხორციელების ნაწილზე მინიმუმ ასე რომ ვთქვათ ამ ნაწილში. მოკლედ ეს შეფასება იგლ ჰილსთან დაკავშირებით კიდევ ერთი წარუმატებელი პროფესიული დისკურსის შემდგომ შემოვიდა, ასე ვთქვათ, უბრალოდ თავიდანვე იყო, მაგრამ გააძლიერეს ეგრეთ წოდებული შაუბნელი ნარატივი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასრულებულია ეს ნაწილი, როგორც პრემიერმაც აღნიშნა. მაგრამ დღეს გვქონდა ასევე ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელიც არ ეხება ამ შემთხვევაში იგლ ჰილსს, მაგრამ არის გამოძახილი საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი ქალბატონ თამთა სოფრომაძე. ქალბატონ თამთა, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში რადიო სივრცეში მობრძანებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ბრძანდებით და თქვენი შეფასება გვჭირდება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 8%-ზე ხდება შენარჩუნება განაკვეთის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის და ბუნებრივია, გავიცანეთ ძალიან დეტალურად ამომწურავ რელიზს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს ყოველთვის აქვს ხოლმე ესეთი დეტალური შეფასება მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ თქვენგან მოვისმინოთ ამ შემთხვევაში ეხლა პირველი ინფორმაცია, მეტი რელიზის მიღმა, რამდენადაც ეს შეგვიძლია, რა ფაქტორებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება და როგორი გვაქვს ტენდენცია ზოგადად ამ თვალსაზრისით. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. დღეს გაიმართა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და 8%-ზე შევინარჩუნოთ განაკვეთი. და რატომ არის ახლა ეს ფრთხილი მიდგომა? ეს არის ზომიერად გამკაცრებული მდგომარეობა ეროვნული ბანკის შეფასებით. გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი, ეგრეთ წოდებული ნეიტრალური განაკვეთი, ეს არის 7% და 8% ამ 7-თან შედარებით უფრო მაღალია, რაც ნიშნავს გამკაცრებულ მდგომარეობას. საკმაოდ დიდი ხანია უკვე, რომ ეროვნული ბანკი ასეთი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას მიუყვება და ამის მიზეზი არის ინფლაციური ტენდენციები და რისკების ანალიზი. პირველ რიგში, რომ დავიწყოთ, ინფლაციის მიმოხილვით,
ინფლაცია ბოლო მდგომარეობით 4.8%-ში ადგენს, რაც შედარებით მაღალი არის ეროვნული ბანკის 3.3%-იან მაჩვენებელთან, თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ის ეტაპობრივად ნორმალიზაციის ტენდენცია უკვე გამოიკვეთა, წინა თვეში 5.2% იყო, ეხლა შედარებით შემცირდა და სწორედ ეს იყო ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზიც და მოლოდინიც და შესაბამისად აი ამ სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს მოლოდინი ეროვნულ ბანკს გაცილებით ადრეც ჰქონდა, რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში ინფლაცია დროებით გადააჭერბებდა 3-ზე მაჩვენებელს, იქედან გამომდინარე, რომ წინა წელს ერთი მხრივ იყო დაბალი ბაზა. ასევე ჩვენ ყოველთვის აღნიშნავდით, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასები საკმაოდ მაღალი მერყეობით ხასიათდება, დინამიკაც საკმაოდ ბუნდოვანია, იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობა და გლობალური მდგომარეობა მასზე ყისიერ გავლენას ახდენს და ამას აღვიქვამდით როგორც ერთ-ერთ რისკ სცენარს და რადგანაც ამ რისკის სცენარის შეფასებით საკმაოდ ბუნდოვანი იყო თუ როგორ განვითარდებოდა, ამიტომ ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია უკვე ესეთ ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას ვატარებთ და უკვე შარშანდელიდან მოყოლებული 8%-ი არის. თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ გადაცემის დასაწყისში ახსენეთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაზე ისაუბრეთ და აქვე აღნიშნავ, რომ გუშინდელ გამოქვეყნებული ფონდის შეფასებაში და პრეს-რელიზში აღნიშნული არის ისიც, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს ასევე უკავშირდება იმასაც, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით უფრო დიდი ყურადღებით და სიფრთხილით ვეპყრობით რისკების ანალიზს და რისკების სცენარების განვითარებას. ამ მიდგომაზე ჩვენ წლის დასაწყისიდან გადავედით და ეს უკვე ტრანსპარენტულად ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, რომ თუ ჩვენ ვხედავთ, რომ რისკების რეალიზების შემთხვევაში მოხდება ის, რომ ინფლაცია შედარებით მაღალი იქნება, ოპტიმალურ გამოსავალს პოულობთ და ოპტიმალურ ტრაექტორიას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დანახარჯები, ეკონომიკური დანახარჯები იყოს მინიმიზირებული. და აქვე საინტერესო არის ის, რომ ეს რისკებზე დაფუძნებული მიდგომა საკმაოდ პოპულარული გახდა და ეტაპობრივად მათ შორის წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკებიც ეტაპობრივად გადადიან მსგავსი ტიპის მიდგომაზე. კი ბატონო, ბუნებრივია ყოველთვის არის ხოლმე კითხვა ცხადია მე არ ვლები ამ ნაწილთან დაკავშირებით და არც იქნება პროფესიული რომ გითხრათ რომ ზუსტი პასუხი გქონდეთ, მაგრამ აი ყოველთვის ბოლოდინი არის ჩვენ ნახეთ რომ ეტაპობრივად ხდებოდა შერბილება, შემდგომ ასე ვთქვათ ეს ნაწილი გაჩერდა გასაგები მიზეზების გამო, თუმცა გამკაცრება არ მომხდარა მთელი პერიოდის განმავლობაში. მიმდინარე წლის ტენდენციებს ხედავთ, საშუალოდ უყურებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც, ალბათ 7.6, 7.8 ფარგლებში შეიძლება ვარაუდოთ, პლუს მინუს 0.2 ალბათ. ამ ნაწილში ამას ისევ სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიდან გამომდინარე და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებიდან გამომდინარე ვსაუბრობ. ინფლაციური პროცესების ნორმალიზების ნაწილი, ისევ როგორც შემდეგ წელს ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო ახლოს იტრიალებს მიზნობრივ მაჩვენებელთან. ველით თუ არა შერბილების პოლიტიკას, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, რეფინანსირების განაკვეთის, მე მესმის რომ ხა თქვენს აღნიშნული გაქვთ რელიზიც არის რომ არსებობს გლობალური ფაქტორები, რომელსაც ჩვენ გაგვიჭირდება გათვლა, მათ შორის ხედავთ ვერ დასრულებულ, ასე ვთქვათ, საკითხს, თუნდაც იგივე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც შესაძლოა თუ არა რომ ამ მიმართულებათაც იყოს ფიქრი. რომ ვისაუბროთ ახლა თუ რა შეიძლება როგორ შეიძლება განვითარდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია მომავალში. აქ კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ მიმდინარე პერიოდში ის ფაქტი, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი არის, ეს არის მხოლოდ ერთჯერადი და გარდამავალი ფაქტორებიდან გამომდინარე. ის ფაქტი, რომ წინა წელს დაბალი ბაზის ეფექტი ჰქონდა და შესაბამისად ასევე ეგზოგენური ფაქტორებიდან და საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ტენდენციები გამოიწვია ერთჯერადად ინფლაციის გაზრდა. ჩვენი შეფასებით ამას ექნება მხოლოდ ერთჯერადი გავლენა და 20
2026 წლის დასაწყისიდან ამ ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ამოიწურება და ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება 3%-იან მაჩვენებელს. მას შემდგომ რაც ჩვენ დავინახავთ, რომ აი ეს ინფლაციას მდგრადად აქვს შემცირების ტენდენცია, ჩვენ უკვე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია განვახორციელოთ, გავაგრძელოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ეტაპობრივად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაუახლოვდება 7%-ს. თუ იმ შემთხვევაში, რადგანაც რამოდენიმე სცენარი გვაქვს ჩვენ, თუ იმ შემთხვევაში დავინახავთ, რომ პირიქით რაღაც ინფლაციური რისკები რეალიზდება, მაშინ მზად ვართ, რომ პირიქით უფრო გამკაცრებული პოზიცია ხანგრძლივად შევინარჩუნოთ. თუმცა ასევე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების ანალიზზე და რისკების სცენარზე, ასევე არსებობს ისეთი ტიპის რისკებიც, რამაც პირიქით შესაძლებელი არის, რომ ინფლაცია მოსალოდნელზე უფრო სწრაფად შეამციროს 3.3%-იან მაჩვენებელთან ახლოს. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, ამ დღევანდელი მდგომარეობით და დღევანდელი ტენდენციებით იკვეთება სურათი, რომ მიმდინარე ტენდენციები მეტწილად თანხმედრაში არის ცენტრალური ბანკის ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან. ინფლაციამ ნორმალიზაციის ნიშნები უკვე გამოავლინა, ეს ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ეტაპობრივად მიილევა და შემდგომ, როდესაც ამის მდგრად ტრენდს დავინახავთ, ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკის ნორმალიზება გააგრძელოს. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია და ცხადია ბევრი ელოდება ასე ვთქვათ ამ პროცესს, მაგრამ სასწორზე ყოველწლიურად მხარეა ხოლმე, რა თქმა უნდა, ხა ინფლაცია არის ყველაზე უფრო პრობლემური საკითხი, რომელსაც ასეთ ფრთხილი მიდგომა ჭირდება და ჩვენ ხედავთ ამ კუთხით ფანტასტიკურ პოლიტიკას ეროვნული ბანკის მხრიდან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა გაგვარწმუნა და უფრო ვიტყოდი ასე თავდაჯერებულები გავხადა, რომ საქართველოში არ არის რისკი ინფლაციის, ასე ვთქვათ, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკი სადარაჯოზეა ამ შემთხვევაში მის ხელში არსებული ინსტრუმენტებით. კვლავ მინდა მაინც მიუბრუნდე კიდევ უფრო ვრცლად, ასე ვთქვათ, IMF-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას პრეს რელიზს, სადაც ბევრი საინტერესო ფაქტია აღნიშნული, მათ შორის ზოგადად რეზერვებთან დაკავშირებით, პლენობაში კიდევ ერთხელ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორ აფასებთ ამ ბოლო შეფასებებს, რომელიც იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, რამდენად მუშაობდით ამ პერიოდის განმავლობაში, მის ფარგლებშიც, რამდენად თანხმედრაში იყო რელიზში არსებული აქცენტები, ვთქვათ, თქვენს მონოდინებთან თუ ფონდი როგორ დაინახავდა ეროვნული ბანკის საქმიანობას? საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გასული კვირის განმავლობაში. არაერთი შეხვედრა გამართა ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ანუ მაკროეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებითაც დეტალურად გავიარეთ საკითხები ფონდის წარმომადგენელთან. საერთო ჯამში, ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ეროვნული ბანკის და ზოგადად ანუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ვიტყოდი, რომ საკმაოდ დადებითი არის. პირველი ეს რაც არის, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მონეტარული პოლიტიკის, აი ეს ფრთხილი პოლიტიკა, რაზეც საუბრობდით ჩვენი გადაცემის დასაწყისში, საკმაოდ სათანადოდ ფრთხილად შეინარჩუნა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე აღნიშნავს, რომ საფინანსო სექტორი ჯანსაღია, მაღალი მომგებიანობით, მაღალი კაპიტალიზაციით, ესეც თავის მხრივ არის ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგი. აღნიშნული არის ის ფაქტიც, რომ აი ეს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა გრძელდება და ბოლო მონაცემებით 5.8 მილიარდამდე მიაღწია და საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ, თანხმედრაში არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ხედვები, ასევე სამომავლო ტრაექტორია თუ როგორ უნდა გააგრძელოს ეროვნულმა ბანკმა, თუნდაც მონეტარული პოლიტიკა, რეზერვების დაგროვების პოლიტიკა თუ მაკროპრუდენციული პოლიტიკა, თანხმედრაში არის სავალუტო ფონდის შეფასება ეროვნული ბანკის ხედვებთან. კი ბატონო, ნაწილობრივ ჩვენ ვახსენეთ სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა, ვთქვათ, რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ამ კუთხით. ზოგადად კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, რა პერიოდის განმავლობაში ხდება პროგნოზების განახლება, ასე ვთქვათ, როდის ველოდებით შემდეგ, ზოგადად აქ საშუალოა და დაახლოებით ერთი და იგივეა და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, რა რისკები, რა სცენარები განიხილება ხოლმე დაბადებით შეიძლება ასე ითქვას. რას ნიშნავს კიდევ უფრო დეტალურად რო ვთქვათ, მთლიანობაში ამ შემთხვევაში აი
სწორედ ეს სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა, იმიტომ რომ ბევრისთვის საინტერესო იქნება, რომ აი რა ხდება ამ სცენარებში, შედარებით უბრალო ენაზე რო ვთქვა. ეს არის სამომავლო პროგნოზები თუ როგორ ხედავთ, ანუ სამომავლოდ მაკროეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე წლებია და საკმაოდ დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ინფლაციის თარგეტირების რეჟიმზე გადავიდა დაახლოებით 2013 წლიდან ტრანსპარენტულად ახორციელებს აი ამ საპროგნოზო სცენარების პროგნოზების კომუნიკაციას მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მეშვეობით და აქვე აღნიშნავ, რომ აი ეს პროგნოზები არის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებისას. ეფექტური აქამდე არსებული პროგნოზები შეგვიძლია შევაფასოთ, ხო? მანამდე არსებული ეს მოდელები იყო ეფექტური. მოდელები იყო ეფექტური, თუმცა განსხვავება ის სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომასა და მანამდე არსებულ პრაქტიკას შორის არის ერთი. მანამდე იყო ძირითადი ერთი საბაზო სცენარი, რასაც კომუნიკაციის დროსაც და გადაწყვეტილების მიღების დროსაც მიიჩნეოდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალალბათური სცენარი, რომლის მოხდენის შესაძლებლობა და ალბათობა იყო საკმაოდ მაღალი და უფრო ნაკლები წონა ქონდა დანარჩენ ალტერნატიულ საპროგნოზო სცენარებსაც. ეხლანდელი მდგომარეობით, რისკებზე დაფუძნებული მდგომარეობით ასევე რელევანტური არის სხვადასხვა რისკის სცენარის და მათი მოხდენის შემთხვევაში თუ როგორი იქნება პროგნოზები ამის გათვალისწინებაც. რატომ შეიცვალა ზოგადად სოფლიოშიც, არა მხოლოდ საქართველოშიც, სოფლიოშიც ეს მიდგომა? ეს ძირითადად გამოიწვია იმან, რომ 20-20 წლიდან დაწყებული ეკონომიკაში ერთმანეთის მიმყოლნი შოკები განხორციელდა. ეს ყველაფერი დაიწყო პანდემიით, შემდეგ პოსტპანდემიურ პერიოდში იყო საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეგრეთ წოდებული ლოკდაუნები, რამაც გამოიწვია საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები, იმიტომ რომ ეს წარმოების ჯაჭვები, ტრანსპორტირება, რაც იყო აწყობილი სოფლიოში, საკმაოდ ესეთი მოიშალა და მოხდა მათი გადაწყობა, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. შემდეგ ამას მოყვა გეოპოლიტიკური დაძაბულობები და წლების განმავლობაში ხდებოდა ერთმანეთის მიმყოლი შოკები, რომლის წინასწარ გათვალისწინებაც, რა თქმა უნდა, პროგნოზში შეუძლებელი იყო, ხო? აი მაგალითად ახლა 2019 წელს ნებისმიერი ცენტრალური ბანკისთვის და ნებისმიერი ეკონომისტისთვის შეუძლებელი იყო განესაზღვრა და პროგნოზი გაიკეთებინა იმისი, რომ მოხდებოდა პანდემია და რა მოყვებოდა შემდეგ ამ შედეგებს. რადგანაც აი ესეთი გაურკვევლობის ხარისხი საკმაოდ მაღალი ნარჩუნდება და ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თუნდაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვისას, ასევე საკრედიტო ორგანიზაციები და ნებისმიერი ორგანიზაცია აღნიშნავს, ეკონომიკური გაურკვევლობის ხარისხი არის მაღალი. ამიტომ ამ ეტაპზე, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალური ბანკი, საკმაოდ რთულია დაბეჭდებით თქვას ნებისმიერმა ეკონომისტმა თუ ნებისმიერმა ორგანიზაციამ ან ცენტრალურმა ბანკმა, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, მაგალითად 90%-იანი ალბათობით, ესე განვითარდება სცენარი, ეს იქნება ეკონომიკური და ეს იქნება ინფლაცია. და რადგანაც გადაწყვეტილების მიღების დროს პროგნოზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, შესაბამისად ეს ახალი მიდგომა და ახალი ხედვა ეკონომისტების არის ის, რომ არა მხოლოდ ბრმად მივენდოთ ერთ ძირითად სცენარს, არამედ ასევე გქონდეს სხვადასხვა რისკის მატერიალიზების შემთხვევაში რა ეკონომიკური შედეგები გვექნება და იმის გათვალისწინებით თუ რას ველოდებით ცენტრალური სცენარით, რას ველოდებით რისკებიდან გამომდინარე, აი აქედან გამომდინარე რა არის ყველაზე ოპტიმალური და ნებისმიერ შემთხვევაში რომელი იქნება ყველაზე ფრთხილი მიდგომა და გზა, რომ ეკონომიკური დანახარჯები იყოს მინიმიზებული, ეს ტენდენცია ავირჩიოთ. ერთ-ერთი ლიდერები ვიყავით საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ვინც თამამად გადადგა ეს ნაბიჯი. აქვე აღნიშნე, რომ 2025 წლის დასაწყისიდან ოფიციალურად გადავედით ამ მიდგომაზე და უკვე საზოგადოებასაც საკმაოდ ტრანსპარენტულად ვთავაზობთ სრულად იმ ანალიზს და იმ სცენარებს, რასაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებს. თუმცა მანამდეც, სანამ აი ამ მიდგომაზე გადავიდოდით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე განხილვისას, რა თქმა უნდა, აი ეს წონა რისკების ანალიზის იყო საკმაოდ მაღალი.
ჩვენ რაც გადავედით ამ მიდგომაზე, მის მერე მთელი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ ტენდენციას, რომ სხვადასხვა ცენტრალური ბანკები, მათ შორის საკმაოდ ესეთი განვითარებული ქვეყნის და წამყვანი ცენტრალური ბანკებიც კომუნიკაციის ანალოგიურ მიდგომაზე გადადიან. ტარდება არაერთი ეკონომიკური კონფერენცია, სადაც წამყვანი ეკონომისტები საკმაოდ ლობირებენ რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას. საბოლოო ჯამში მოკლედ რომ შევაჯამო, განსხვავება წინა მიდგომასა და ახალ მიდგომას შორის არის ის, რომ მაშინაც რა თქმა უნდა იგივე მოდელებით ხდებოდა პროგნოზირება, თუმცა ძირითადი წონა ენიჭებოდა ცენტრალურ საბაზო სცენარს და უფრო ნაკლები წონა ჰქონდა რისკების სცენარის ანალიზს. ეხლა კი ეს რისკების სცენარის ანალიზი და მათი შედეგების გათვალისწინება წონა ამისმა მოიმატა კომიტეტზე განხილვის დროს. კი ბატონო, მადლობა ძალიან დეტალური აღსტისთვის და მართლაც საინტერესოა და სწორი მიდგომაა გაცილებით უფრო დამზღოვი და დამამშვიდებელი ამ კუთხით. აუცილებლად მინდა გითხოთ გლობალურ რისკებზე, ვინაიდან ახსენეთ მათ შორის წინა რისკები აქამდე უკვე არსებული რისკები პანდემია ახსენეთ ასეთ ხო. დღევანდელ ვითარებაში ხარ ელჩიც ვკითხულობთ მათ შორის და ისედაც ზოგადად გლობალური რისკები არსებობს და ნუ ცხადია ღია ეკონომიკის შემთხვევაში საქართველოსნაირი ღია ეკონომიკის შემთხვევაში მით უმეტეს ესეთ გადმოცემის კოეფიციენტი ხშირად მაღალია ხოლმე. ამ კუთხით აი არსებულ შემთხვევაში რამდენად გვაქვს ეს ნაწილი გათვალისწინებული, შეგვიძლია ვთქვათ, უფრო კონსერვატიულად გვაქვს გათვალისწინებული, უფრო თამამად, ასე ვთქვათ, ეს რისკები და რამდენად ველოდებით, რომ შეიძლება გარკვეული რისკები მილევადი იყოს, ვთქვათ, თუ ესე ძნელია ესე თქმა. ანუ ამ ეტაპზე მაღალი ინფლაციური რისკის სცენარით დავიწყებთ. მაღალი ინფლაციური რისკის სცენარში გვაქვს გათვალისწინებული ისევ და ისევ საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის ფასები. იქედან გამომდინარე, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ მწვავედ ნარჩუნდება, გეოპოლიტიკურ მდგომარეობას თითქმის პირდაპირი გავლენა აქვს შემდეგ იგივე ნავთობის ფასებზე, ასევე საერთაშორისო საკვები პროდუქტების ფასებზე. და თავისთავად აი ამ პროდუქტებზე მყისიერი გავლენა აქვს და სწრაფად ხდება შემდეგ ნებისმიერი ტიპის ქვეყანა, რომელიც იმპორტს ახორციელებს, მაგალითად ნავთობის, საკმაოდ ესეთი სწრაფად ხდება ამ ფასების გადმოცემა ადგილობრივ ბაზარზეც. და თავისთავად ერთ-ერთ მთავარ რისკად, რამაც შესაძლო არის ინფლაცია უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს სამის ნემაჩვენებელთან შედარებით მაღალი, მომდინარეობს აქედან. და აი გადაწყვეტილებასაც რომ დაუბრუნდეთ, ჩვენი აი ამ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის მთავარი მიზეზი თუ რატომ ვინარჩუნებთ ხანგრძლივად ფრთხილ და გამკაცრებულ მდგომარეობას, სწორედ მომდინარეობს აქედან. თუმცა ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ არსებობს ასევე იმის რისკებიც, რომ ინფლაცია შედარებით უფრო სწრაფად შემცირდეს და დაუბრუნდეს სამის ნემაჩვენებელს. აქ განვიხილავთ როგორც საგარეო რისკებს, ასევე შიდა რისკებსაც და მოვიაზრებთ ერთ-ერთს, რომ ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციებსაც გარკვეულ დისინფლაციურ ეფექტებზე მიგვანიშნებს. რაშიც გულისხმობთ იმას, რომ პროდუქტიულობის ზრდა არის საკმაოდ მაღალი და აღემატება ხელფასების ზრდას და სწორედ აქედან გამომდინარე მოდის ინფლაციაზე დისინფლაციური წნეხი და მეორე ფაქტორი, საგარეო ფაქტორიდან, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, ეს არის სუსტი დოლარი. სუსტი დოლარი საკმაოდ ესე იგი მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდა 20-25 წლის დასაწყისიდან გაზაფხულიდან დაიწყო დოლარმა სხვა ვალუტების მიმართ შესუსტება და დღემდე ნარჩუნდება ეს მდგომარეობა და თუ ეს სუსტი დოლარი უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდება, ამას იმპორტირებული საქონლის არხით ექნება დისინფლაციური ეფექტი. ანუ ორივე სცენარი ცენტრალურ სცენართან ერთად მიღებული იქნა მხედველობაში და ამის საფუძველზე მიიღო მონეტარულმა პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება. კი ბატონო, საინტერესო სუსტი დოლარის ნაწილი ვახსენეთ ამ შემთხვევაში. ნუ ვერ ვიტყვით რომ ძალიან პირდაპირ კავშირშია, მაგრამ როდესაც გარკვეულად ბუნებრივი გავლენა ჰქონდა, როდესაც ჩვენ ლარის კურსთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. ასობით გასულ წელს, ასე ვთქვათ, იმ პროგნოზებიდან, რასაც ზოგადად ხელისუფლების ოპონენტები და მათ შორის ეროვნული ბანკის კრიტიკოსები საუბრობდნენ, ნუ ვერცერთი ვერ გამართოდა დაკავშირებული კიდევ ერთხელ ლარის კურსთან დაკავშირებით და ამის თანდები იყო რეზერვები. რომ თითქოს ეროვნული ბანკს მოუწევდა რეზერვების გაყიდვა და სხვაგვარად ის ვერ დაიჭერდა, გასულ წელს ამ დროს იყო საუბარი დაახლოებით ერთი თვის შუალედში და ვერ დაიჭერდა ის თქვათ კურსს, ვერ შეინარჩუნებდა კურსს და იქნებოდა 3-ზე ზემოთ, 1 დოლარი 3 ლარზე ზემოთ. ნუ ჩვენ ნახეთ ამ შემთხვევაში, გასაგებია კიდევ ერთხელ სულ დოლარის ფაქტორი, მაგრამ ნახეთ ამ შემთხვევაში
2.7 2.70 თეთრის ფარგლებშია პლუს მინუს ამ ნაწილში ერთი ხრივი, მაგრამ მეორე ხრივი ხედავთ რა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რელიზს არის აღნიშნული და ისედაც ეროვნული ბანკი პროაქტიულად ძალიან ისე აქვეყნებს დეტალურად ინფორმაციას რეზერვებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ თქვენ ახსენეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, რომ აი წლის განმავლობაში რა მოხდა სინამდვილეში რეზერვებთან დაკავშირებით, როგორი იყო ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ასე ვთქვათ, ამ კუთხით და რამდენად ხედავთ ტენდენციას, რომ მინიმუმ ეს პროცესი გაგრძელდება და მათ შორის რატომ არის ხოლმე რეზერვები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მნიშვნელოვანი და მათ შეფასებებში რატოა ხოლმე ხაზგასმა ამ შემთხვევაში? არა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე კიდევ დავაკონკრეტებ, რომ საკრედიტო ორგანიზაციების ფიჩის ბოლო ნაწილშიც პირიქით ის კი და ის ფაქტი, რომ მათ გაუმჯობესეს სტაბილურამდე ეს ეკონომიკური პერსპექტივა, ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რაც ეწერა, იყო საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მაღალი დონე. და რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვი ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტორი, ეს არის ის ბუფერი, რაც ქვეყანას აქვს და იმ შემთხვევაში თუ ნეგატიური შოკი მოხდება, რა ბუფერით ხდება ქვეყანა ესეთი ტიპის შოკი. ზად არის გამოკლავდა შოკებს, ხო, ძირითადად. რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე, ეს არის ძირითადი პრიორიტეტი ეროვნული ბანკისთვისაც, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები კონდეს ადეკვატურ დონეზე. ეხლა რომ შევაჯამოთ მთლიანად 25 წელი, ბოლო გამოქვეყნებული სტატისტიკა რაც გვაქვს ნოემბრის მდგომარეობით ეს არის 5.8 მილიარდი და ეს არის 42%-ით გაზრდილი, თუ ჩვენ შევადარებთ შარშანდელ მინიმალურ დონეს, რაც იყო 2024 წელს, ეს იყო 4.1 მილიარდი. 5.8 მილიარდი დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით თუ რა არის ადეკვატურობის დონე ამის 100% შეადგენს უკვე და სხვა ტრადიციული საზომებით მაგალითად როგორიც არის იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი და იქ ოპტიმალურ დონეთ 3 არის კოეფიციენტი მიჩნეული არსებული საერთაშორისო სავალუტო რეზერვების იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი არის 3.7. ანუ ეს ადეკვატურ დონეზე არის საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები და რამ განაპირობა ეხლა რეზერვების შევსება. პირველ რიგში განაპირობა ეროვნული ბანკის პოლიტიკა. ერთი ეს იყო სავალუტო ინტერვენციები, საკმაოდ მსხვილი სავალუტო ინტერვენციები განხორციელდა 25 წელს და ეს იყო რეკორდულად მაღალი შესყიდვები წლის განმავლობაში ამოცულობის შესყიდვა საქართველოს ეროვნულ ბანკს არასოდეს ჰქონია. ოფიციალური გამოქვეყნებული სტატისტიკა წლის განმავლობაში რაც გვაქვს 1.8 მილიარდი არის შესყიდული ეროვნული ბანკის მიერ და მნიშვნელოვანი არის ახლა რა დგას აი ამ შესყიდვების უკან. ანუ ეროვნული ბანკი შესყიდვებს ახორციელებს იმ შემთხვევაში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას გვაძლევს. თავის მხრივ, ანუ სავალუტო ბაზარი არის ასახვა ეკონომიკური მდგომარეობის. ანუ იქედან გამომდინარე, რომ ეკონომიკური მდგომარეობა, ფუნდამენტური ეკონომიკური მდგომარეობა იყო სტაბილური, გაგრძელდა საკმაოდ მსხვილი სავალუტო შემოდინებები, როგორც ესეთი ტრადიციული არხებით, როგორც არის ფულადი ქსავნილები, გუშინ გამოვაქვეყნეთ ამასთან დაკავშირებით სტატისტიკა 11.5%-ით არის გაზრდილი. გამოქვეყნდა ასევე ექსპრეს მონაცემები საქსტატის მიერ და ბოლო მონაცემებით ნოემბრის მდგომარეობით 54%-იანი ზრდა იყო ექსპორტის მიმართულებით, მაშინ როდესაც იმპორტი კვლავ სუსტი არის. ასევე ტურიზმიდან მესამე კვარტალი რაც არის გამოქვეყნებული 6.6%-იანი ზრდა არის. ამ ძირითადი არხებით ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა იყო ჯამში მესამე კვარტალის მაჩვენებელი. ანუ ფინანსური სექტორის კუთხითაც, ანუ არა მხოლოდ რეალური ეკონომიკური ცვლადების კუთხით, არამედ ფინანსური კუთხითაც საკმაოდ ძლიერი იყო შემოდინებები, როგორც აღნიშნეთ, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მესამე კვარტალში წინა წელთან შედარებით გაორმაგებული იყო, პროცენტულად თლიანში და პროდუქტთან 5.2% არის და ამ ყველაფერმა მოგვცა შესაძლებლობა იმისა, რომ მაკროეკონომიკურმა მდგომარეობამ მისცა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა, რომ გაეგრძელებინა ეს პოლიტიკა და ერთ-ერთი კიდე მთავარი ფაქტორი რაც იყო, ეს არის ლარიზაციის ტენდენცია. კი ბატონო, ამაზე მინდა დაუსვათ მეკითხავ. ხშირად არის ხოლმე სპეკულაცია, ასევე მათ შორის გასულ წლის მაგალითები მომყავს, რომ აი საბოლოოში პირიქით მოხდებოდა, რაღაც დოლარიზაცია გაიზრდებოდა ასე შემდეგ. აი ზუსტად რა ვითარება ლარიზაციასთან დაკავშირებით და აქვს თუ არა კიდევ ერთხელ მოსახლეობას ნდობა, ხომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ანუ ლარიზაცია ფაქტიურად არის საზომი იმისა, თუ როგორი არის, ანუ ეკონომიკის მიმართულებით, ეროვნული ვალუტის მიმართულებითაც ნდობა. ანუ ის ფაქტი, რომ ანუ ეროვნული ბანკი წარმატებით ინარჩუნებს ფასების სტაბილურობას 23 წლის დასაწყისიდან საქართველოში საკმაოდ დაბალი ინფლაციური გარემო იყო და 2 წლის განმავლობაში 3.3%
3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად დაბალი იყო ვიდრე 3%, მაშინ როდესაც გლობალურად ისევ გამოწვევა იყო მაღალი ინფლაცია, ყველაფერმა ამ ფაქტორმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ იმოქმედა იმაზე, რომ ლარის მიმართ ნდობა წლების განმავლობაში არის სარდი და განსაკუთრებით წლევანდელ წელს წლის დასაწყისიდან ვხედავთ საკმაოდ სწრაფ ლარიზაციის ზრდის ტენდენციას განსაკუთრებით დეპოზიტების მხარეს. მაგალითად, დეპოზიტები არ გადადოლარდა, როგორც ამბობ. პირიქით რო ჩანს ტენდენცია, მაგალითად, აი დოლარიზაცია წლის დასაწყისში დეპოზიტების დაახლოებით თითქმის 53%-მდე იყო უცხოური ვალუტით დენომინირებული და ეს მაჩვენებელი ბოლო მდგომარეობით, ოქტომბრის მდგომარეობით 48.8%-ზე არის ჩამოსული. ანუ ეს ტენდენცია გრძელდება და რაც ასევე დამატებით ხელშემწყობი ფაქტორი არის თუნდაც სტაბილური კურსის მიმართულებით და ესეც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იყო თუ რა მოგცა შესაძლებლობა რომ წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი ვქონოდა შესყიდვების და ერთად დავამატებ რომ არა მხოლოდ ინტერვენციები ასევე ეროვნული ბანკის პოლიტიკა თუნდაც არეზერვო აქტივების დივერსიფიკაციის მიმართულებით აი მაგალითად ოქროს შესყიდვასთან დაკავშირებით. ესეც დამატებითი ფაქტორია, რაც რეზერვების დასხელს უწყობს, იქიდან გამომდინარე, რომ ოქროს ფასი საერთაშორისო ბაზარზე არის მზარდი, აქედან ფასის გადაფასებიდან ჩვენ თავის დროზე შევისყიდეთ. მომგებიანი შესყიდვა ოქროს, იმიტომ რომ 500 მილიონის ღირებულების ოქრო შევისყიდეთ. და ეხლა მისი ღირებულება არის 961 მილიონი. ან თითქმის გაორმაგდა მისი ღირებულება თუ რა უკვე აისახა რეზერვების საერთო და რა თქმა უნდა აისახა მთლიანი მე მახსოვს ძალიან კრიტიკა ოქროსთან დაკავშირებით. ერთიც რო ვთქვა, აი გარდა იმისა რომ ცხადია მოლოდინი რომ გაიზრდებოდა იყო, მაგრამ გარდა ამისა, რატომ იყო კიდე ოქროს შესყიდვა, რითი იყო განპირობებული? ანუ რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში რომ ცხორ ვალუტაში გვაქვს რეზერვი და ოქროსა. აი რა სხვაობაა რომ მარტო ერთში არ გქონდეს თქვა. ნიშნულოვანი არის რომ დივერსიფიცირებული იყოს ზოგადად აქტივები, განსაკუთრებით როდესაც ანუ გლობალურად გაურკვევლობის ხარისხი მაღალია, არსებობს იქ ინფლაციური რისკები და ასე შემდეგ, სხვადასხვა აქტივებში დივერსიფიკაცია შესაძლო უარყოფითი ეფექტებისაგან გაზღვევს და ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ რომ პირიქით საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა და ეს ზოგადად გლობალური ტენდენციაც არის რომ აი ამ ბოლო წლების განმავლობაში მას შემდეგ რაც გაურკვევლობა გაიზარდა უფრო გაიზარდა მოთხოვნა აქტივების დივერსიფიკაციის მიმართულებით. კი ბატონო და აუცილებლად მინდა გკითხოთ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2026-2028 წლის ფულად საკრედიტო სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რა იქნება ძირითადი მიმართულებები ამ დოკუმენტის მიხედვით შემდგომი 2-3 წლის განმავლობაში, ასე რომ ვთქვათ. ამ დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრება პირველ რიგში რა არის ეროვნული ბანკისთვის სამიზნე მაჩვენებელი, ანუ ჩვენ რა დონის ინფლაციის მიღწევას ვახორციელებთ და ეს კვლავ დარჩა 3%, ჩვენი შეფასებით 3% საქართველოს ეკონომიკისთვის არის ოპტიმალური დონე და განისაზღვრა ასევე ის ძირითადი ინსტრუმენტები თუ როგორ ვახორციელებთ მონეტარულ პოლიტიკას ან ისე რჩება ეს ინფლაციის თარგეტირების ჩარჩო, სადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რეფინანსირების განაკვეთი არის მთავარი ინსტრუმენტი და ფაქტიურად ვამტკიცებთ იმას, რომ ეს ჩარჩო საკმაოდ კარგი არის, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა არის და აი ამ ჩარჩოს მეშვეობით ჩვენ წარმატებით ვახცევთ ფასების სტაბილურობას, რისი დასტურიც არის ინფლაციის დონე, როგორც აღნიშნე, ზოგადად ინფლაციის თარგეტირების შემოღებიდან საშუალო ინფლაცია საკმაოდ დაბალი არის, ასევე 2023 წლის დასაწყისიდან 2 წლის განმავლობაში საშუალოდ ინფლაცია 1.8% იყო, ეხლა დროებით აღემატება 3%-ს, თუმცა მალევე დაუბრუნდება შემდეგი წელს გვაქვს მოლოდინი, რომ კვლავ დაუბრუნდება ის 3%-ს და ასევე განისაზღვრა ძირითადი მიმართულებით, რა რისკები არსებობს, რა ტიპის ეგზოგენური რისკები შეიძლება წარმოიშვას, რამაც ძირითადი რისკებია, ვთქვათ, ეგზოგენური. ძირითადად იგივე რაზეც ვისაუბრეთ, აი ეს ეგზოგენური ფაქტორები, როგორიც არის საერთაშორისო ბაზრები, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ეკონომიკური ფრაგმენტაციაც, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ასევე ხდება მიზეზი გლობალურად
გარკვეული ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნების და ესეც ზოგადად და გლობალურად ინფლაციური რისკი არის და რა თქმა უნდა ამას მცირე და ზომის ღია ტიპის ეკონომიკებისთვისაც ექნება გავლენა და ერთ-ერთ რისკად დამატებით ამასაც ვაქცევთ ყურადღებას და ამასაც მივიჩნევთ ერთ-ერთ რისკად. ძირითადად ეს არის ის სამი საკითხი, რაც ძირითადი მიმართულების დოკუმენტით არის განსაზღვრული. აი, ბოლოს რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, უფრო პროგნოზზე რომ ვისაუბროთ, რჩება თუ არა ეროვნული ბანკისთვის შემდეგ წელს იგივე ძირითად პრიორიტეტად, თუნდაც ფასების სტაბილურობის დონის შენარჩუნება და ზოგადად ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ გააგრძელებთ თუ არა ამ კუთხით როგორ თავარ მიმართულებად, ერთ-ერთ თავარ მიმართულებად ეროვნული ბანკი. არა მხოლოდ მომავალ წელს ეროვნული ბანკისთვის ყოველთვის მომავალ წელსაც და შემდეგ წელშიც მთავარი მანდატი ეს არის ფასების სტაბილურობა და ფასების სტაბილურობა თავის მხრივ არის ძირითადი საძირკველი და საფუძველი ეკონომიკური სტაბილურობის. ძალიან დიდი მადლობა, გავუტოვოთ ამთა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ყოველთვის ძალიან საინტერესოდ გვიხსნით ხოლმე, ასე ვთქვათ, იმ გადაწყვეტილებებსაც და ხშირად სწორედ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შემდგომ და ძალიან დეტალურად გვიხსნით ხოლმე ამ პროცესს. რა თქმა უნდა, საუკეთესოს მოლოდინში ვართ ამ კუთხით ეროვნულმა ბანკმა გაგვანებიურა სტაბილურობას და ნუ ესეთ ხანდახან თამამ გადაწყვეტილებებსაც შეიძლება ასე ითქვას და შემდეგ წელს ველით კიდევ უფრო ასე ვთქვათ საინტერესო წელს ამ თვალსაზრისით წარმატება მინდა გისურვოთ კიდევ ერთხელ ჩვენ შემდეგ წელს შევხვდებით აუცილებლად რამოდენიმეჯერმე დარწმუნებული ვარ დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ჩვენ ტრადიციულად მე ვფიქრობ რომ ამ სეზონის და ამ წლის ბოლო გადაცემით დავბრუნდებით შემდეგ 4 შაბათს კვლავ 5 საათზე, კვლავ 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. დიდი მადლობა რომ გიყურებდით და გვისმენთ.